თქვენ თავისუფალ სივრცეს უყურებთ, მე ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი ვარ საღამო მშვიდობისა. დღეს დედაენის დღეა 14 აპრილი. 1978 წლის 14 აპრილს თბილისში დიდი საპროტესტო აქცია მოეწყო. მაშინდელი საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობას დიდი სურვილი ჰქონდა, რომ საქართველოში ქართული ენა გაუქმებულიყო. რა მოხდა 47 წლის წინ? ხათუნა შუშანიძე მოგითხრობთ. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტი, საკონსტიტუციო კომისია ფიქრობ, რომ ჩვენ ამაში ხარს დაგვიჭერს უმაღლესი საბჭოს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაავტოვოთ, შევინარჩუნოთ ფორმულირება, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ენად ქართული ენის გამოცხადებას. საბჭოთა ჩინოვნიკები მივიდნენ იმ დასკვნამდე, თუ აღალვებდათ ის, რაც გარეთ ხდებოდა. ეს იყო პირველი პრეცედენტი საბჭოთა იმპერიის ისტორიაში, როდესაც კომპარტია აიძულეს უკან დახეულიყო. აიძულეს გადაწყვეტილება შეეცვალათ. ქართველმა სტუდენტებმა შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებსაც შეუნარჩუნა საკუთარი ენა. რატომღაც ყველაზე რთული ფლაგმანი ჩათვალეს საქართველოს და დაიწყეს საქართველოსთან. შემდგომ ეს ავტომატურად გავრცელდა თითქმის ყველა რესპუბლიკებში. აი ეს პროტესტის ტალღა. თორე რაღაც მოზაიკა იყო საერთო. ისინი ალბათ თვლიდნენ, რომ თუკი საქართველოში ეს გაუვიდოდა და თუკი მოახერხებდნენ საქართველოში ქართული ენის როგორც სახელმწიფოებრივი ენის ლიკვიდაციას იმ პროცედურის საფუძველზე, რომელსაც აპირებდნენ, ბუნებრივია სხვა რესპუბლიკებში ძალიან ადვილი იქნებოდა. 14 აპრილი იყო კულმინაცია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაწყებულ სტუდენტების მსვლელობას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები უერთდებოდნენ. სკოლების შიგნიდან ჩარაზეს, თუმცა ბავშვები ფანჯრებიდან ხდებოდნენ. იხსენებს აქციის არაერთი მონაწილე ანა ბაქანიძის მიერ შედგენილი ზეპირი ისტორიების კრებულში 14 აპრილი 1978. კრებული ბევრ მოგონებას უყრის თავს. ბევრი ისეთი დეტალი წერია, რომელიც 47 წლის წინანდელი მოვლენების განწყობას გადმოსცემს. მილიციამ მითხრა, მე ვერ გავიწევი, მომაწექი და გზა ისე გააგრძელეო. წერს თამარ მახარობლიძე, რომელიც 1978 წლის 14 აპრილს ფილოლოგიის მეორე კურსის სტუდენტი იყო. ერთ საათში ხმის გამაძლიერებლით და მიკროფონით იდგა მილიციის მანქანაზე. ვიღაცამ ოენავ ჩემო წაიკითხა. ამ დროს ამ ლექსის ავტორი პრეზიდიუმში იჯდა და ელოდა მისი საყვარელი ენის საბჭოურ განაჩენს. იშვიათი ერთიანობა გამოავლინა იმ დღეს ქართველმა ხალხმა და ერთი იდეის გარშემო დარაზმვა და მეორე გამოაჩინა ის, რომ საბჭოთა ხელისუფლება აღარ იყო ის, რაც 1956 წელს იყო, როდესაც ის ცნობილი გამოსვლები დახვრეტით და ძალიან დიდი სისასტიკით დასრულდა და მესამე აჩვენა ის, რომ ეროვნული მუხტი საქართველოში არასოდეს შენელებულა. ყველაფერი კი უფრო ადრე და ბევრი ამბებით დაიწყო. 1977 წელს ახალი საბჭოთა კონსტიტუციის მიღების შემდეგ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ შეიმუშავა კონსტიტუციის გეგმა, რომელშიც 1936 წლის კონსტიტუციისგან განსხვავებით ქართული სახელმწიფო ენად აღარ იყო გამოცხადებული. ენისთვის სახელმწიფო სტატუსის ჩამოშორებას აპროტესტებდნენ უნივერსიტეტში კონსტიტუციის ახალი პროექტის გაცნობის დროსაც. კრემლში 78 მუხლის ამოღების მოთხოვნით წერილზე აგზავნიდა მკერავი, პროფესორი, დიასახლისი თუ სტუდენტების ჯგუფი. გახსოვთ, ერთიანი საბჭოთა ხალხი. თუ საბჭოთა ხალხი ერთიანია, სახელმწიფო ენაც ერთი უნდა იყოს. რა უნდა იყოს? ქართული ხო არ იქნება სახელმწიფო ენა? რუსული უნდა იყოს. და ეს იგრძნეს, იცით, ამ ქართველებმა, ბავშვებმა, ახალგაზრდებმა იგრძნეს ეს ამბავი. და მაინც რა ეწერა 1978 წლის კონსტიტუციის პროექტის 75 მუხლში. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა უზრუნველყოფს ქართული ენის ხმარებას სახელმწიფოთა საზოგადოებრივ ორგანოებში, კულტურული და სხვა დაწესებულებებში და ახორციელებს სახელმწიფო ზრუნვას მისი ყოველმხრივი განვითარებისთვის. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ყველა ამ ორგანოსა და დაწესებულებაში თანასწორუფლებიანობის საფუძველზე უზრუნველყოფილია თავისუფალი ხმარება რუსული, აგრეთვე სხვა ენებისა, რომლებითაც მოსახლეობა სარგებლობს. რაიმე პრივილეგიები ან შეზღუდვები ამა თუ იმ ენის ხმარებაში არ დაიშვება. ჩავედი მთავრობის სასახლეში, მთავრობის სასახლეს უწოდებს მაშინ და ეზო გამოტენილია ტანკებით. როგორც თქვენ არ დაგირეკავთ, არ გითხოვიათ ტანკები,
ისე მეც ახლა რო იყოს ვიტყოდი კიდეს. ამან ეს კეთდებოდა ავტომატურად. აქ რა ხდებოდა? ყველაფერი იცოდნენ იქ პოლიტბიუროში უკვე. ყველაფერი მე რას ვკითხულობდი, რა ვთქვი, რამდენი ახალგაზრდა გამოვიდა ქუჩაში, რა დატრიალდა, მე რა გამოცხადდა, სულ ყველაფერი იცოდნენ. ბოლოს, როდესაც ჩავედი, ჩავამთავრე, უკვე ხალხი მართლა შეკრებილია იქ მთელი ეს უზარმაზარი მასა და გამოაცხადე. რომ დავტოვოთ, შევინარჩუნოთ ფორმულირება, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ენა ქართული ენის გამოცხადება. ეხლა ვერ აკეთებ, რა ხდებოდა იმ დარბაზში? ხო კომუნისტები, ხო რა იყო მიდინები ისხდნენ სულ და სულ ისინი მინისტრები და სხვები. ერთმანეთს ეხვევიან, კოცნიან და მეც სიმართლე გითხრათ, აი ბოღმა მოაჭრა კაც რომ ესე იგი თურმე როგორი ახალგაზრდები კი არა, აი აქ თვითონ პარტიულ ელიტაში როგორ განიცდიან და მაშინ თქვი ჩემთვის გავაკეთე დასკვნა რომ პატრიოტიზმი დაკარგული არ არის არც პარტიულ ელიტაში და არც ახალგაზრდებში. დემონსტრაციის დასრულების შემდეგ ავთანდილ იმნაძემ და თამრი კოჩხეიძემ ინფორმაცია ტელეფონით გადასცეს დევიდ შიპლერს, მოსკოვში ამერიკის სახელმწიფოს წარმომადგენელს, ასევე ამერიკის ხმისა და BBC-ს კორესპონდენტებს. საბჭოთა დისიდენტის სახაროვის მეუღლეს ელენე ბონერსაც კი უამბეს, რა ხდებოდა თბილისში, ოღონდ თავიანთი ვინაობა არ გაუმჟღავნებიათ. ეს ამბავი იმავე ღამეს გაშუქდა უცხოურ მედიაში. ეს ფაქტი კი დაუსჯელი არ დარჩენილა. 14 აპრილიდან ზუსტად 2 კვირაში დამაპატიმრეს 5 წელი მომისაჯეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71 მუხლის მიხედვით გამასამართლეს. ბრალად კი ანტისაბჭოთა აგიტაცია პროპაგანდა დამდეს საბჭოთა სახელმწიფოს ძირის გამოთხრის მიზნით. ცხადია იცოდნენ რომ საზღვარგარეთ ინფორმაცია გადავეცი. იხსენებს რეჟისორი ზეპირი ისტორიების კრებულში. მოსახლეობამ არ მიცა ამის საშუალება, დაიძაბა სიტუაცია, რომ შესაძლებელია სისხლის კი დაღვრილიყო და შეეშინდათ, უკან დაიხიეს და მაშინდელმა სტუდენტმა ახალგაზრდობამ, მოსწავლე ახალგაზრდობამ, ინტელიგენციამ და მთელმა ქართ მუშებმა, ესე იგი გლეხობამ და აბსოლუტურად ერთად შეკრულმა გადაარჩინა ქართული ენა. ასე შეუნარჩუნეს საქართველოში ერთ-ერთ უძველეს ენას სახელმწიფო ენის სტატუსი. ასე გაუფრთხილდნენ ეროვნულს. ამით საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სხვა რესპუბლიკების, ანუ სხვა ერების ენების გადარჩა. 14 აპრილი ქართული ენის დაცვის დღედ, დედაენის დღედ 1990 წლიდან აღინიშნება. 14 აპრილი აჩვენებს, როგორი ძლიერია ქართველი, როცა საქმე საქართველოს და ქართულს ეხება. ქართველი ისაა, რომელიც ენას ძეგლს უდგამს, რომელიც მის დასაცავად საბჭოთა იმპერიას უპირისპირდება, რომლის გადასარჩენად 15,000-მდე ადამიანი 1 საათში ერთიანდება. მას ყველაზე სანუკვარი სიტყვებით ეფერება და დედაენას უწოდებს.